დღეს ყველაზე გემრიელი გადაცემა უნდა გქონდეს წესით. დღეს გვექნება უნიკალური გადაცემა, რომელსაც მაყურებელი შეხედავს და აუცილებლად წამოუვა მერწყვი. ავა მე და გემრიელად შეჭამს, იმიტომ რომ მაგრამ ისეთ გემრიელ რამეს ვერ შეჭამს, რასაც ჩვენ და ვიგაკეთება ჩვენ სტუმარში, იმიტომ რომ ჩვენ სტუმარი არის პოეტი, მაგრამ პოეტი სამზარეულოს და რამის რა შუაშია? კარგი კულინარია. დიანა აფიმიადი, ეს ჩვენი სტუმარი, ვინც არიცის, ახლახანს გამოსცა წიგნი პირადი კულინარია სხვათა შორის. და სხვა შორის ძალიან ბევრი დაინტერესდა უკვე ამ წიგნით და დაინტერესდებოდა კიდევაც ეს ლოგური იყო, იმიტომ რომ ქართულში ძალიან გვიყვარს ჭამა და მიუხედავად იმისა, რომ არ გვიყვარს ექსპერიმენტები და ვართ კონსერვატორები, ხო? მაინც რაღაცა ის იყო რა, მე მგონი რა. მაინც კულინარია უფრო იქნება ვიდრე პოეზია. ამას უნდა შეეგუოს ყველა. და კარგი იქნება პოეზიაში ხო აქვს საბა აღებული და ამაშიც აიღებს თვითონ საბას აკადემიის რო იცოდი გამარჯობა. კი, შეიძლება. არ მიგვირს ნამდვილად. და რა სად არის ჩვენი გადაცემის მთავარი ფოკუსი აბა აქ თუ ხვდები? ჩვენი გადაცემის მთავარი არა. ვერ ხვდები ქალი კუხნაში? ხო, ეს სტერეოტიპიც, რომელზეც აუცილებლად სალაპარაკობა აქვს. ხო, ჩვენს გმირს პერსონაჟს სტუმარს შეექმნა, ამასთან დაკავშირებით ძალიან დიდი არა, მაგრამ პრობლემა რა, იმიტომ რომ ზოგიერთმა მავანმა ფემინისტმა მას ბრალი დასდო იმაში, რომ ის ამყარებდა თუნდაც უნებურად ეს მაინც დაუკონკრეტეს, რომ სადილებს და რატომ უვლიქ მარშრუტს. ანუ სტერეოტიპებს ამყარებოდა, ქართველი ქალი ისეაც ჩაგრულიაო და ნუ ეს სახუმარო თემა არა, მაგრამ მაინც და სახუმარო ის არის რომ დიანა იყო ბრალდებული ამაში რა და ხოდა მოვიყვანოთ ახლა და პასუხი გავაცემინოთ ამ ბრალდებაზეც მართლა დიანა არის დამნაშავე ამ ყველაფერში თუ არა გავიგოთ რა მართლა ასეთი მონსტრია და ყველაფერს ის ნაშრობა თუ არა ხო პრინციპში კაი წავედით ცნობების სტერეოპედიიდან დიანა ანფიმიადი პოეტი მზარეული უყვარს კულინარია, რის გამოც ქალებისადმი არსებული სტერეოტიპების გამყარებაში ადანაშაულებენ. საქართველოს ისტორია ბარბარე ჯორჯაძესთან ერთად დიანა ანფიმიადის გვარსაც შემოინახავს, როგორც საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტისა და გამოუსწორებელი კულინარის. გამარჯობა, დიანა, ჩვენი სტუმარია დიანა ანფიმიადი, მოგესალმებით, დიდი მადლობა მოსვლისთვის. მოდი პირდაპირ შევუდგეთ საქმეს ახლა. ხო, პირველ რიგში რა მაინტერესებდა ყოველთვის მეკითხა რომ აი რატომ გემართლება ზოგიერთი ასე ვთქვათ ფემინისტი იმის გამო რომ შენ სამზარეულოდ ხარ გატაცებული. ან თუ გესმის მათი, ხო არა, ხო მე მაინტერესებს შენ როგორ უყურებ. ბარბარე ჯორჯადის ეს სამზარეულოს წიგნი, სრული სამზარეულო არის სრულიად გენიალური ნაწარმოები, განსხვავებით ბარბარეს სხვა ნაწარმოებებისგან. ცნობილია რომ ლექსებიც ქონდა, მოთხრობებიც ქონდა. ნუ ესეისტიკა ცალკე თემაა და ეს პუბლიცისტური წერილები ძალიან კარგი წერილები. და ამით უნებლიეთ გაამყარე ხალხი. ამით გამოვიდა ესე, არა და იცი რა, მე ვფიქრობ რომ სტერეოტიპზე უფრო საშიში არის სტერეოტიპის შიში. სტერეოტიპოფობია. მაგაზეც მინდა და სხვა შორის ეგეც ერთ-ერთი სასაუბრო. მე პირადად ის რომ ვთქვათ ბარბარემ ეს სასწაული წიგნია მართლა. არ ჯობა შენ რამდენად გაქვს ამ ტექსტთან შეხება. არ მაქვს. ეს არ არის მხოლოდ სამზარეულოს წიგნი. ეს არის ვთქვათ ეპოქის სოციალური პორტრეტი. გარდა იმისა რომ ენა, ეს სლენგი არა და ბარბარიზმები სოციალური კლასი, ბარბარის კლასი, ანუ ვისთვის კეთდებოდა ეს კერძები, რომლებზეც ის საუბრობს. ბარბარე ჯორჯადის სამზარეულოს წიგნი ისეთივე მნიშვნელობის არის ქართული ენისთვის, მე ვფიქრობ, როგორც თქვა თავისუფლად სულხან საბარბელიანი სიტყვის კონა იყო. მართლა. იმიტომ რომ მართლა საბადოა. და ის რომ თქვათ, აი კონკრეტულად რა მიგიზიდა ამ ქალის ნაწარმოებებში, თუნ ამ ქალმა, იმიტომ რომ შენ წიგნშიც, რომელიც ახლა გამოვიდა პირადი კულინარია, ძალიან ხშირად ხვდება მკითხველს თვითონ ამ წიგნი ბარბარე ჯორჯაძის წიგნიდანაც. ბარბარე არის ამ წიგნის მუზა. დედაჩემთან ერთად. მართლა არის ორი ბარბარე. ბარბარე, რომელიც არის სამზარეულოში, ანუ სამზარეულოს ბარბარე და ბარბარე, რომელიც იბრძვის ქალთა უფლებებისათვის და თვითონ რაც შეეხება კონკრეტულად ამ წიგნის რაღაც დადებით თვისებებს და ამ ბევრი აქვს. არის ზუსტად ის რომ ბარბარისთვის ყოველი რეცეპტი არ არის მხოლოდ რეცეპტი, თქვათ რაღაცა რამდენიმე პროდუქტის სინთეზი. მისთვის არის მთელი შემოქმედება. ის არ ამბობს, რომ თქვათ რაღაცა 200 გრამი კარაქი გამოიყენეთ რაღაცისთვის, არ ამბობს. არა კონკრეტებს ხშირად, თქვათ, რამდენი ინგრედიენტი უნდა. და ეგ აუცილებელი მეგონა.
და კონკრეტულად რას იქნება. იცი რა არის, ანუ სამაგიეროდ ძალიან ესეთი იმპროვიზაციის საშუალებას იძლევა. ანუ შენი გემოვნებით, როგორც ფიქრობ, შენი ასე ვთქვათ, ენის გემოს არ გინდა ყვები შემოქმედებით პროცესი. წერენ ახსენის სტერეოტიპოფობია. აი, ვთქვათ, ქალის საქმე რომ მარტო კუხნა არა, ესეც თავისებური სტერეოტიპია? რა თქმა უნდა, ხვალთა შორის, ანუ სამზარეულოსთან დაკავშირებით, მე პირადად სამზარეულო კარგი არ აღიმგონია ფემინისტებისთვის. იმიტომ რომ მე მაგალითად გეტყვი. მე მაგალითად პირიქით ვიჩხუბებდი იმაზე, რომ რატომ არის ყველა შეფ ზარეული, ყველა რესტორანში მამაკაცი. და არა, ქალები უფრო დამხმარეები არიან, თუმცა არიან. და რატომ ხა ეს მართალია, რომ კაცებს უფრო უკეთესი ხელი აქვთ, ეს სტერეოტიპი რაღაცა? ეს სტერეოტიპია. იცი რა, მე არ მგონია, რომ რაღაცნაირ გენდერული განსხვავება იყოს ხელში, ისევე როგორც ვერ იტყვი, რომ ხელი ანატომიური ხელი არ მოგულისხმია რა. მეც არ გულისხმობ, როცა ყოველთვის როცა ვიტყვი ხელს, კარგ ხელში ანატომიური ხელი არ იგულისხმება კულინარიისთვის ხა. მაგალითად მე რომ ამბობ, რომ ბებიაჩემს კარგი ხელი ქონდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძალიან ლამაზი ხელის მტევანი ხონდა, თუმცა ესეც ქონდა. ხო, და რაში უნდა იყოს? აი, საიდან რაღაცა წარმოიშვა, თუნდაც ეს ძალიან საინტერესო სტერეოტიპია პრინციპში. თითქოს ქალი კუხნაში რაღაცა და არა და კუხნის, ასე ვთქვათ, შეფოვარი არის ის არა ქვია, მამაკაცი და. საერთოდაც კულინარია კაცებით დაიწყო. ასეა, იმიტომ რომ არის მაგალითად კერძები, რომლებსაც საერთოდ არ აკეთებენ ქალები. ჩვენ კულინარიაში ასეთ ვთქვათ პატრიარქალურ საზოგადოებაში და პატრიარქალურ კულინარიაში როგორც არის ქართული კულინარია არის საკუთრივ ისეთი კერძები რომლებიც არის მამაკაცის აკეთებელი. ამიტომ ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ ვისი ადგილია კუხნაში. ამასაც შევთანხმდით რომ ასე ვთქვათ. ყველას ადგილია. ისევე როგორც ლიტერატურაში ვერ იტყვი რა თქვა ქალი მწერალი, იმიტომ არის უკეთესი მწერალი, რომ ქალია, ან პირიქით გასაგებია ჩემს ამ დონეზე მაგ საკითხებს განხილვა. მაგრამ მაინტერესებს ანუ სიტყვაზე აი სად გადის ზღვარი, ასე ვთქვათ, სამზარეულოს ნამდვილ, ასე ვთქვათ, ჭეშმარიტ სიყვარულს შორის და აი ამ შედიქალო კუხნაშის შორის რა, ანუ სად შეიძლება გადიოდეს ზღვარი, იმიტომ როცა ქვეყანაში მართლა ასეთი ძლიერია, ხო ეს დომინანტა რაღაცა, კულტურული დომინანტა, პატრიარქალური და რაღაცა ხომ როგორ უნდა გავარჩიოთ სიტყვაზე თავდაცვაც ხო არ არის ზოგადად ზოგიერთ ქალის ხო და აი მე მიყვარს და ვაკეთებ რაღაცა მართლა უყვარს თუ კულტურის ზეგავლენის გამო რაღაცა აი პირიქით მე მაგალითად ხშირად პირიქით მქონია ანუ ყოველთვის ვამბობ რომ რო ამბობ რომ გიყვარს სამზარეულო და აკეთებ რაღაცა გიყვარს სამზარეულოში ყოფნა ყოველთვის რაღაცნაირად დამნაშავედ გრძნობ სადღაც თავს ზუსტად იმ ქალების წინაშე რომლებიც ზუსტად ესე შეაგდეს სამზარეულოში რომელთა ყოველდღიური რუტინა ყოველდღიური მოვალეობაა რომ თქვა ოჯახის 6 თუ 7 წევრისთვის ამზადონ პირველი მეორე მესამე და ასე შემდეგ შენთან რას უწყობს თქვა აი შენი აზრით ან ქალებთან დაკავშირებული სტერეოტიპების გამყარებას რა უწყობს ხელს სინამდვილეში ესეთი თემა სამზარეულოსა და ქალთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს მამაკაცებიც უწყობენ, ქალებიც უწყობენ ხელს. ანუ ვერ იტყვი რა კონკრეტულად რომელიმე სქესი. შენ ამზადებ ხშირად ტრიალებს სამზარეულოში თქვა. და ეს შენთვის თქვა ხო არ იქნება მოძალად კვარ ქრის. არა, უბრალოდ ჩემთვის კონკრეტულ შემთხვევაში ჩემი სამზარეულოსთან დაკავშირება მართლა მოხდა ჩემი ცხოვრების მამაკაცის ჩემ ცხოვრებაში შემოსვლასთან ერთად. ანუ რაღაცა გარკვეულწილად ამ სტერეოტიპს შეიძლება მომყარებ. გინდა არ გინდა. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თქვათ, როცა ერთად დავიწყეთ ცხოვრება და ნუ გამოვიდა, რომ დიდი ვერაფერი მზარეულია, სამაგეროდ არის გურმანი. და რაღაცნაირად გადანაწილდა როლები და როდესაც, ანუ ეს ჩვეულებრივი ამბავი, როდესაც რამდენიმეჯერ სცადა კერძის გაკეთება და უბრალოდ იყო საშინელება. ჩავთვალე, რომ ეს მე უნდა მეკეთებინა. არა იმიტომ, რომ თქვათ ქალი, ანუ რაღაცა რაღაც გარკვეული ცოდნაც შეიძლება თორე ახლა თქვათ ერთი წელი რომ წავიდე საფრანგეთში ზუსტად ჩემი ანუ ქმარი რომელიც კარტოფილსაც ვერ წავს თქვათ და ისწავლა ძალიან მაგარ კულინარიულ აკადემიაში ნამდვილად დაბრუნდება ჩემზე უკეთესი მზარეული ანუ რა პრობლემაა ახლა ეს არის ანუ რაღაცების თავისთავად ხდება გადანაწილება და არა იმიტომ რომ
თქვა. ასე კარნახობს რაღაცა წესი დაუწერელი თუნდაც. კარი, ახლა მაინტერესებს შენი აზრით ქართველები თუ ვართ იდეაში გურმანები. თუ ძალიან სტერეოტიპული ისა გვაქვს გემოვნება სიტყვაზე, მწვადი ხინგალი ქაბაბი, ხაჭაპური და მეტი რაღაცა ექსპერიმენტები გვეზარება, ანუ ვერიდებით, ან იმას რა ამაჭროს, ამას რა ამაჭროს და ასე. ექსპერიმენტებს ვერიდებით, მაგრამ აი ხლა უკვე თანამედროვე კულინარიაში ნამდვილად წამოვიდა საინტერესო ექსპერიმენტების კეთების სურვილი. იცი რა არის ტაბუირებული თემები, როგორც სხვადასხვა რაღაცა, მაგალითად კულტურას გვართმევენ, ხო? შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ აი საცივს გვართმევენ, რატო? იმიტომ რომ საცივი არ მზადდება ისე, როგორც თქვა 2 საუკუნის განმავლობაში ამას ამზადებდნენ ჩვენი ბებიები. ანუ რაღაცა ცვლილება არის რამდენიმე რესტორანი, რომელიც ძალიან კარგად ნერგავს და ცდილობს ყოველ შემთხვევაში რაღაცების შეცვალოს. კულინარი დაინტერესებაც ზუსტად ამ კუთხით არის დღევანდელ საზოგადოებაში ნამდვილად კულინარიული საიტები, ბლოგებია ძალიან საინტერესო, სადაც ვთქვათ ხდება ბევრი ქართული კერძის ხვანაირად ისე ხო არის თქვა ძალიან ბევრი ქართული კერძი, რომელსაც ახლა არავინ აღარ აკეთებს და რომელიც ამ დროს სასარგებლოც არის ნოყიერით თქვა აი რატო თქვა აი რომელია მაგალითად ეს და რატო დაიკარგა შენი ეს ქართული მაგალითად აღმოსავლური შეჭამანდები ანუ ხოლოს ფხალი სხვადასხვა ტიპის ფხალი ხა აღარც მახსოვს იმდენია რა ია და ძალიან ბევრია ეს სწორედ ჩემი მე ქმრის აღმოსავლელმა ბებიამ იცის ძალიან კარგად ეს ესეთი რაღაცები რო არ მზადდება ძალიან წდება გული მაგრამ ალბათ იცი რა ცხოვრების რიტმის ბრალით არის რომ ჯობია თქვათ იმისთვის ან თავი ფუნქცია შევთანხმდით იმაზე რომ ჭამთ იმიტომ რომ გშია ხო და როცა ეს ყველაფერი მცირე დროში უნდა მოასწრო ამ ერთ-ერთი მოთხოვნილების ასე ვთქვათ დაკმაყოფილება უკვე აღარ ფიქრობ რაღაცა ხო პრინციპში რაღაც ხინკალსაც საკმაოდ რომ მიაქვს ახლა ეგრე ხო გაკეთებას როგორც ხო და რა უცნაურია რომ თბილისის თითქმის ყველა სახინკლში ხინკალს ერთნაირი გემოაქვს ხო უცნაური და ცუდია პრინციპში კულინარიაზე წერე რატო გადაწყვეტე თქვათ იმიტომ ხო არა რომ ამ ბოლო დროს პოპულარული ხდება ეს თემა იცი რა ამ ბოლო დროს არ დამიწყია წერა შენი სტატიები მახსოვს ხელშეკოლადში ხელშეკოლადამდე მე თვითონ არ მახსოვს რატო გადავწყვეტე რამდენიმე შოკოლადი ქვია პირველ პოეზიის კრებულს არ ვიცი არ მახსოვს კონკრეტულად რატომ გადავწყვეტე წერას თავისთავად გადავწყვეტე შეიძლება არც გადამიწყვეტი და დაიწერა თუმცა ეს პერიოდი მართლა არის იმასთან დაკავშირებით როცა შემოვიდა ადამიანი რომელიც ყოველდღე გემრიელად უნდა მეკვება სტერეოტიპს მოტივაცია გამყარე მოხოდი რაღაც რაღაცა დიდი დებატოლოგიების გული კვებაზე ვლაპარაკობთ და მე მგონი აქტუალურია ამასთან ერთად დიეტის პრობლემაც ხო შენი აზრით შეუძლია ადამიანს თქვა მარტო ქართული სამზარეულო იყვებოს ან ქართული კერძებით იყვებოს და ამავდროულად თან დიეტაზე იყოს. კი შეუძლია. აი მაგალითად დამგინავი. არ სუფხალი რო ჭამოს მაგალითად ხო არ გასუქდება არა ნიგოზი აქ იმხავს. კი ალბათ შეიძლება ამაზე საკუთრივ ესეთი ქართული დიეტა შეიძლება მოიფიქროს კაცმა არ მიფიქრია ამ თემაზე არ. აი ყველაზე ხშირად რომ კერძს აკეთებ მაგალითად სახში უცებ. ყველაზე ხშირად ხორციან კერძებს ვაკეთებ, იქიდან გამომდინარე, რომ არის შემოსაჯახში ამაზე მოთხოვნილება. არა, პრინციპში ბოლო 2 წელია გერკულესის ფაფას ვაკეთებ დილობით ჩემი შვილისთვის. შენი აზრი მაინტერესებს, ანუ რამე მსგავსება თუ არის ქართულ პოეზიასა და ქართულ სამზარეულოს შორის, ტრადიციულ სამზარეულოს შორის. იცი რა, მე შემიძლია გითხრა კონკრეტული ავტორების კულინარიაზე. არ გულისხმობ მხოლოდ კერძებზე, ინგრედიენტების კულინარიაზე, სიტყვების კულინარიაზე. ვილაპარაკო, მაგრამ ისე ერთიანი სურათი არასდროს ამაზე არ მიფიქრია. არ მგონია, მე მგონია, რომ ქართული პოეზია გაცილებით მრავალფეროვანი და საინტერესოა, ვიდრე ის ქართული კულინარიის ის ნაწილი, რომელიც ეხლა დამკვიდრებულია, თორე ისე ქართული კულინარია ძალიან საინტერესოა, მთელი თავისი ეს უცნაური, ძალიან ბევრი საინტერესო შემადგენლით, გაცილებით განსაკუთრებით ის კულინარია, რომელიც საკუთრივ ქართულია, რომელიც თქო სიმინდამდე და კარტოფილამდე და პომიდორამდე იყო და ეს ნაწილი ძალიან საინტერესო და საინტერესო კარგი საკვლევი თემა. შენ ფილოლოგი ხარ ხო? ანუ სპეციალობით.
ამ კუთხით არ გიფიქრია რომ კვლევა უფრო მეტად გაგრძნობინა როგორც ფილოლოგს არ მიფიქრე აწი ვიფიქრებ შენიერი იდეა კარგი გასაგებია პოეტი ხარ და წეროც გაქვს მოაგებული ლიტერატურული კონკურსი თავის დროზე ახლა მაინტერესებს თვითონ ოჯახიდან გამომდინარე თქვა ახალი გატაცებით შემდეგ ეს არ გართმევს რაღაცნაირად იმ დროს რომელიც პოეზიაში უნდა დაგახარჯა არა იცი აბსოლუტურად ახლა ზუსტად წელს როცა ეს წიგნი გამოვიდა რომელიც კულინარიის წიგნი დაახლოებით ერთი კვირით ადრე გამოვიდა ახალი პოეზიის კრებული და ამ ორი წიგნის ერთად გამოსვლამ ზუსტად დამანახა ის რომ ერთმანეთს არაფერს არ ართმევს ეს ორი წიგნი ერთადერთი ჩემთვის შეიძლება ითქვას სამწუხაროა ის რომ ამ კულინარიის გაცილებით მეტი მკითხველი ყავს და გაცილებით ესეთი გამოხმაურება ჰქონდა ვიდრე ვთქვათ პოეზიის კრებულს მაგრამ ამის მიზეზებიც პრინციპში ლოგიკურია ეს იცი ამის გარდა იმისა რომ სადაც არ უნდა გამოგეცა რომ ქვეყანაში სპასე იქნებოდა ხო გარდა იმისა რომ პოეზია ძალიან ისეთი სუბიექტური დრამაა და გაცილებით ცოტა მკითხველი ყავს ეს წიგნი ეს კულინარიის წიგნი არ არის მხოლოდ რეცეპტები აქ არის ისეთი ძალიან გასაგები ძალიან თბილი ცოტა სევდიანი, ცოტა მხიარული და ასე შემდეგ ისტორიები, რომლებიც როგორც ჩანს, რომლებიც უფრო ადვილად იპოვა თავისი მკითხველი და ამის მიზეზებიც მესმის. და მაგიტომაც. ხოლო ის რამდენად უშლიან ერთმანეთს და წერის პროცესში აბსოლუტურად სხვადასხვა სამზარეულო. თანაცხოვრებას არც უწევთ პრინციპში. არც უწევთ. ოდესმე გიფიქრია რომ შენი ეს წიგნი პირადი კულინარია შეიძლება თქვა სადედამთილოებმა სარძლებს აჩქონან, დედებმა შვილებს გაატანონ. ვეთხის ავსანთანი ერთად ამოუდონ იმაში. არ მგონია, იმიტომ რომ ეს არ არის ისეთი ძალიან კანონიკური და ძალიან პრაქტიკული რეცეპტები დატვირთული წიგნი, თუმცა არის ესეთი რეცეპტები. მე შემიძლია ვთქვა, რომ რამდენიმე ჩემი მეგობარი მაგალითად ესე თავს პრესტატსა რაღაც საკითხებს უსვამდნენ და ამბობდნენ, რომ აი დიანას წიგს ველოდებით, რომ ძითებში წავიღოთ ვეფხის ტყავსათთან. ეხლა უკვე მე ველოდები, როდის გადადგამენ. მაინტერესებს, როგორც ეხლა უყურები არ და ეს ისედაც ვიცოდი სამ გადაცემაში მოხვიდოდი, რომ შემოქმედებითად უდგები, ასე ვთქვათ, კულინარიასა და სხვანაირად, ნუ პრინციპში ჩვეულებრივი რიგითი მზარეულის ამბავი იქნებოდა. ხო, რა, ეგ საინტერესოც არა, მესმის. ეხლა შემოქმედებითად რახან უდგები და რახანთან კარგი პოეტიც ხარ ამავდროულად, ხო? რამე პირდაპირ მსგავსება არ არის რამე კერძის მოფიქრებასა და გაკეთებას შორის და ლექსის დაწერას შორის. აი ტექნიკურად, აი რა მსგავსება. ტექნიკურად არის მსგავსება, ჯერ ერთი ის, რომ კულინარიაშიც და პოეზიაშიც პირველ რიგში ხარ გურმანი, პირველ რიგში ეცნობის ხვებს იცი, ანუ ბევრს კითხულობ ერთი კუთხით და მეორე, თქვათ, მეორე ნაწილში ბევრი რაღაცას აგემოვნებ და ბევრს სწავლობ და მხოლოდ მაშინ ქმნი რაღაცა მეტნაკლებად ნორმალურ ისევე როგორც რეცეპტს ან კერძს ასევე ხა ძალიან ერთი იდეა გამოდა მონელების პროცესში გავს მეტაფორესია კულინარია ძალიან აინტერესებს მე მგონია პოეზია ცოტა ძნელი მოსანელებელი ხო უფრო და ოღონდ ესე ორივეთი ან ცოტა თუ შეგეშალა ორივეთი მოწამლა ინტოქსიკაციის შედეგებით აი რომელ კერძს არ მოამზადებ არასდროს აი არ საერთოდ არ ვამზადებ თავიდან რო ვთქვით, როდის არის ეს ყველაფერი რუტინა და მოსაბეზრებელი და სტერეოტიპული ქალი კუხნაში. მაშინ როდესაც ამზადებ ძალიან ბევრჯერ გაკეთებულ რეცეპტს, მაგალითად, ტოლმას არ გავაკეთებ, თუ ამის აუცილებლობა არ დადგა და თუ გავაკეთებ რაღაცებს ფიქრობ რომ შევცვლი. როდესაც ზუსტად ეს იმპროვიზაცია და შემოქმედებითობა როცა იკარგება, მაშინ აბსოლუტურად არ არის საინტერესო. ზუსტად მაშინ არის ის რომ ვიღაცისთვის ეს ტვირთია. გასაგები, ეხლა ერთი რამ მაინტერესებს, ერთ პატარა ექსპერიმენტი ჩავატაროთ. გამომდინარე იქიდან რომ მე პოეზია ზოგადად ძალიან არ მიყვარს. ამიტომ ძალიან მიყვარს ყოველის ცდელობა, როცა პოეზიის დესაკრალიზაცია ხდება ხოლმე. და ინგრევა რაღაც სტერეოტიპები პოეზიის სიწმინდესთან დაკავშირებით. ამიტომ მოდი არც მეტი არც ნაკლები სამი ქართული პოეზიის რაღაცა ნამუშევარი წარმომადგენელი შევადაროთ სამ ქართულ კერძს, რომელსაც აი დუხით ასე ვთქვათ, ვიხმაროთ ეს სიტყვა, ყველაზე მეტად მოაქვს რა. სიტყვა რავი, ავიღოთ რომელი, ვეფხისტყაოსანი, ავიღოთ მერი იყოს, თუ მერანი, იყოთ მერი, ჰა და ავიღოთ ანტიტყაოსანი. ხო, ცოტა არავე დროებიდან რა. შამუგიასაც გავყრათ. შენ ჯგუფელი იყო ხო შამუგი?
ხო, მოდი ამერიდან დავიწყებ. ძალიან მეყვარს გალაქტიანი როგორც ავტორი, მაგრამ ზუსტად ესეთი ლექსები, როგორიც არის მერი, რამდენიმე ლექსი, რომელიც მგონია, რომ სპეციალურად დავიღეთ ასეთი. ხო, რომელიც მგონია, რომ ზუსტად ისეთი ამბავია, როგორც რაღაცნაირი შემწვარი კარტოფილი. ჰამბურგერი. ან ჩვეულებრივი ინგლისის გემო, რომელიღაცა თუნდაც მერი არის კიკა, ხო ერთად. არა, ამას არა. ანუ ამიტომ აქედან გამომდინარე მე ეს ტექსტი არ მიყვარს გალაქტიანის პოეზიიდან, სხვები გაცილებით მიყვარს და ამიტომ ეს მართლა შემწვარი კარტოფილი შეიძლება იყოს. მერი იყოს. კეჩუპის თუ ყემლით. ხო, ეს გემონები. გემური შემწვარი კარტოფილი. არა, გემური არა. კარგად გაკეთებული კერძია. აი, რიგითი ისეთი მუშა შემწვარი კარტოფილი. მაგრამ ესეთი ჩვეულებრივი, ხო, აი ვეფხისტყაოსანი სასწაულია სრულიად. აი ვეფხისტყაოსანი ერთი კერძი ვერ იქნება, ვეფხისტყაოსანი არის ძალიან ესეთი მაგალითად ჩაკაფული. არა. ერთი კერძი ვერ იქნება. მაგალითად ნობელის პრემიის დაჯილდოების მერე იქ ვახშამი იმართება, ეს ვახშამი მთელი თავის შემადგენლობით შეიძლება იყოს. საინტერესო მომენტი ვონათ. დარება და ისა, პაატას მივადგეთ ახლა. ანტიტყაოსანი. რა შეიძლება იყოს? პაატას ეს აი ზუსტად ან მაინც ანტიტყაოსანი, ხო? მერე არა, რაც დაწერა იქ. ხო, ისევე როგორც ვთქვათ, ანტიტყაოსანიც არ მიმაჩნია პაატას საუკეთესო ტექსტად, სხვა ტექსტები გაცილებით მაგარი აქვს და ძალიან მიყვარს. ესეც ისეთია, მაგალითად ქართული სანელებლებით შეზავებული ან ცდა რაღაცა ისეთი ახალი კერძის ქართული სანელებლებით შენელებისა, რომელიც შეიძლება გამოვიდეს ისეთი, რომ ძალიან კონკრეტული გემოვნებისთვის ქართული პიცა. შენი კონკრეტული კონკრეტული მიმართულების გემოვნებისთვის იყოს საინტერესო. ღუმელის ქვედა იმაში, რა ქვია ქართულად არ ვიცი და ვერ ვიტყვი ამიტომ. ჰაერღუმელში. არა, ჰაერღუმელი არა. კი, ქართული. ხო, ჰაერღუმელი ქვია, ხო, ჰაერღუმელს გაკეთებული ქართული პიცა დიდი წონის და რა. არა, ბერიზეთი არა, ეს სხვა და გადაუვარე. არა, ეს სხვა ამბავია აბსოლუტურად. ანუ კარგი მასალა და ისეთი ცუდად არა, ჩვეულებრივი ტექსტი მგონია. კარგი, შენ ნახევრად ბერძენი ხარ. ბერძნული გვარი გაქვს. და თქვა ბერძნულ სამზარეულოსთანაც დაახლოებით ისეთივე შეხება გაქვს როგორც ქართულთან. რომელი უფრო გემრიელია? პირველი კითხვა და რომელი უფრო თან ეს ამბობენ რომ სამხრეთელები ვართ გავართ ბერძნებს ქართველები ხო ხშირად მომისვენია რა ეს სტერეოტიპიც არის რომ იტალიელები ბერძნები და ქართველები ერთნი ვართ. იცი რა სტერეოტიპი არის? მე ზუსტად შემიძლია ვთქვა რითი გავართ ქართველები. ბევრი მაგალითად სიზარმაცით, ბევრი დროის ფლანგვით, ზოგჯერ არაფრის მაქნისობით და ნიჭიერებით, უსაზღვრო ნიჭიერებით. იმიტომ რომ აი სულ ფიქრობ, რომ ის ახლა საბერძნეთის პრობლემები ყველა მიცის და ზუსტად ვიცი, რომ ეს არის მიზეზ შედეგობრივი, იმიტომ რომ იმდენი ხანი, მაგალითად დღეში რამდენიმე შუა დღისას 3 საათი არის შესვენება და იმდენ ხანს ისვენებენ ისევ როგორც ჩვენ ამ ძალიან ბევრ საეკლესიო და არასაეკლესიო დღესასწაულებზე, რომ ძალიან ძნელია ეგეთ რეჟიმში კარგი ქვეყნის აშენება. ანუ ბევრ დღესასწაულთან ერთად ბევრი სხვადასხვანაირი სადღესასწაულო კერძიც აქვთ. კერძები ძალიან ბევრი აქვთ და ძალიან საინტერესო და გემრიელი სამზარეულოა. ისევე როგორც ჩვენ არის ეს ხორცის სიმრავლე და რაც ძალიან გულისხმდება ქართულ სამზარეულოსთან დაკავშირებით, იქ მეტი თევზია და გაცილებით ზოგადად. ხო, თევზი და ზღვა საერთოდ ქართველებისთვის ეს ცალკე ისაა. ხო, ეს სამზარეულოს ფიგურირებს არც ისეთი არ თუ გვაქვს ლიტერატურაში, ხო? მე მგონი არის ხო ჩვენი ტერიტორიები, რომლებიც ზღვისკენ იყო თუ რა იყო, რაღაცა თევზი. ამდენი მდინარე გვაქვს, თქვათ, ამდენი ამხევალ სანაპირო არის ზღვაზე, რატო არ ვერ ვითვისებთ ამ ზღვის სამზარეულოს? კეფალი დააგდეთ აფაზე შეჭრა რაღაც არ მარტივია. აი და მინახავს რომ მწვანე კონცხთან იყიდება მიდიები. მაგრამ აი არ ვიცი თბილისში მიდია ეხა ეს ვედრო. არა ეხა ამბობს არ მინახავს ბაზარში. რა თქმა უნდა რა აფეხებით ზღვის პროდუქტები. მაგრამ ძირითადად შემოტანილია რა. ეს ზღვის ზღვა ლაზურ სამზარეულოში ისეთი ძალიან დიდი დოზით არის და ძალიან საინტერესო არის წარმოდგენილი ლაზურ დააჭერულ სამზარეულოში, თუმცა არა მაინც იმდენად არა რამდენიც უნდა იყოს ზღვისპირა ქვეყნისთვის. არ ვიცი ამისთვის ალბათ რაღაც ანთროპოლოგების საკვლევი თემა. კი, კაი. ბოლო კითხვა მინდოდა ასეთ მეკითხა რა ვერ კითხეთ.
ესეთი რაც გინდოდა რომ გაგეცო. ის რაზეც ვერ გიპასუხეთ ალბათ არის. ან შენ რაზე გინდოდა საუბაროს? მე ალბათ ცოტა უფრო მეტ ლიტერატურას საუბარი, გაცილებით ცოტა მეტი ლიტერატურა უკეთესი იქნებოდა ჩემთვის. ლიტერატურა ნუ ეს ჩემ პირადთვისები და გამოტირა რომ პოეზიაში ვერ ვერხვევი და არ მიყვარს და ასე თქვა რაღაცა ვერა. მაგრამ და არა ხო ძირთადად ეხა მართლა ხუმრობა იქით იყოს და აქ მართლა გააცემას ეხა რახან ქვია სტერეოტიპი ხო? ძალიან გვინდა რაღაცა სტერეოტიპები ეხა ვიცით რომ ზედმეტ ბრენზია რომ რაღაცა ვერ დაინგრევა და რაღაცა, მაგრამ რაღაცაზე ცოტა რეფლექსია გაჩნდეს, ცოტა რაღაცა ვიფიქროთ. აი მაგალითად შესანიშნავი ნიმუში ხარ, უხეშად შეიძლება ჟღერს ხა ნიმუში, მაგრამ ისეთი რა, ანუ აი როგორ შეიძლება არ იყოს საშიში სიტყვაზე საჭმლის კეთება რა, როგორ შეიძლება იყოს ჩოულებრივად რაღაცა გიყვარდეს რაღაცა, შემოქმედებით უდგებოდე და ხო რა არ გეშინოდეს. რა შენია სიტყვაზე არ არის საშუალება რომ შენ თვითონ ქონდა ეგ სტერეოტიპი სანამ გათხოვდებოდი. რა თქვათ აი მე სამზარეულოში არ შევალ არა მაგისი არ მქონდა დედა ჩემი მეუბნებოდა რომ შენ გამოგიშვებენო საერთოდ სადაც დედა ჩემს ქონდა სტერეოტიპი და დღემდე ყველას ვაჯერებ იმაში რომ კარგი თუ მეტნაკლებად კარგი კულინარი ვარ დედა ჩემის კარგი დედა ჩემი დღემდე ძალიან იცინი ამ ჩემს კულინარიულ გატაცებებზე რაც შეეხება სტერეოტიპს კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველას ადგილი არის ყველგან. თუ ადამიანს უნდა მისი კეთება სიამოვნებს. მე მაგალითად ვიცი ადამიანები, რომლებიც ამ კულინარიული, მაგალითად ტორტის გაფორმებიდან იმხელა სიამოვნებას იღებენ და იმხელა შინაგან თავისუფლებას, გარდა სხვა თემაა კიდევ ის, რომ ფინანსური დამოუკიდებლობის ძალიან კარგი საშუალებაა, რომ იმ ქალებზე რომ თქვა რომ ისინი არიან თქვა რა სტერეოტიპი. რატომ მარტო ქალებზე ჩემი ოცნება იყო კონდიტერი, ოღონდ კაი, სუკანი კონდიტერები რო არის აპოლოს სტერეოტიპულად, მაგრამ რა ვიცი, არა ვერ წაუღერსა და ასე ნიჭი არ მაქვს გავუღვიძო და რა ვეკავაკეთო. არის კულინარიული აკადემია გაიხსნა და საინტერესო. იქ არ არის საკონდიტრო კურსები. იქნება მე ველოდები ერთად დავიდეთ. უთვალთვალებ. კაი, მან ნამდვილად გავიდეთ ბოლოსკენ. იდეაში საინტერესო საუბარი გამოგვივიდა და დიდი მადლობა მოსვლისთვის. წარმატებები ყველგან, ყველა ფრონტზე და კარგად იყო. დიდი მადლობა, კარგმადას გისურვებთ. დიდი მადლობა შენც. რას ფიქრობ ჯობა ჩვენს დღევანდელ სტუმარზე? ხარ ძალიან ისეთი სტუმარზე? მიუხედავად იმისა, რომ პოეტია და მე ხო იცი ხარ რასაც ვფიქრობ იდეაში ყველა პოეტზე, ანუ არაფერი ისეთი, მაგრამ უბრალოდ არ მეყვარს პოეზია, მაგრამ დიანა მეყვარს ძალიან და დიანა მომწონს როგორც რესპონდენტიც და ზოგადად რა, ანუ დიანა არის ძალიან საინტერესო ტიპი თვითონ და გაცემაშიც დაადასტურა მან ეს დიანა მე ძალიან მეყვარს და თან ესე მხიარულად და ძალიან უბრალოდ რაღაცა არა პრობლემა. არა ზოგჯერ სამზარეულო უბრალოდ სამზარეულოა და მეტი არაფერი რა.